ორი დღის წინ წავიკითხე ასეთი ფრაზა. ადამიანების პრობლემების თავი და თავი ის არის, რომ მათ არ შეუძლიათ 30 წუთის განმავლობაში იყვნენ ოთახში მარტო, არაფერი არ აკეთონ და მომდროულად იყვნენ კმაყოფილები. ჩემი აზრით აუცილებელია გავიაზროთ ის, რომ შფოთვა უბედურს გვხდის. შფოთვა არის ფიქრების ნაკადი ჩვენს გონებაში, რომელიც არასდროს არ წყდება. და ეს ფიქრების ნაკადი განსაკუთრებულად შემაწუხებელი შესამჩნევი არის მაშინ, როდესაც ვრჩებით მარტო და არ გვაქვს რაღაცები გასაკეთებელი. მე ბევრი ადამიანისთვის შემიმჩნევია, რომ ვერ ძლებს მარტო და მუდმივად ითხოვს ყურადღებას, ან უნდა დაურეკო, ან სადმე უნდა წახვიდე მასთან ერთად და ასეთ ადამიანებს ძირითადად არ შეუძლიათ მარტო თუნდაც საშოპინგოდ წასვლა, ან მარტო სეირნობა. ბევრჯერ მომისმენი ასეთი ფრაზა მარტო პარკში რა ვაკეთო, ან მარტო იქ როგორ წავალ, რანაირად. ჩემი აზრით მარტო ყოფნა საშიშია, იმიტომ რომ მარტო როცა ხარ, უღრმავდები იმ ფიქრებს, რომელიც ტრიალებს შენს გონებაში და ეს ფიქრები შენ არ მოგწონს, გაშინებს. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ შფოთვა ერთეულებს აწუხებს, ძალიან ცდებით. შფოთვა ყველას გვაწუხებს, მათ შორის მეც და ახლა გაგიზიარებთ თუ რას ვაკეთებ მაშინ, როდესაც შფოთვა მეწყება და შემოდის აკვიატებული აზრები. პირველ რიგში ვცდილობ, რომ მარტო დავრჩე, ზუსტად ამ შფოთვასთან მარტო დავრჩე და არ შევებრძოლო მას, უბრალოდ მოусმინო. მოდიან ეს ფიქრები, არ მომწონს, შეიძლება არც მათი ხარისხი და შინაარსი, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. და შეგნებულად ვირჩევ, მინდა მე ახლა ამ ფიქრებთან დავრჩე, თუ რაიმე უკეთესი შემიძლია გავაკეთო. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს შფოთვისგან გაქცევაა, მაგრამ არა, ნახეთ, ჯერ ვუსმენ რა მაშფოთებს, რა მაწუხებს და ვაცნობიერებ მის მნიშვნელოვანებას ჩემს ცხოვრებაში. ანუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფიქრები, რომ იყოს. შემდეგ თუ საჭიროა ამ ფიქრების ანალიზი, რა თქმა უნდა, ვრჩები მათთან, მაგრამ თუ ხვდები, რომ სისულელეა და არ შეესაბამება რეალობას და ეს მხოლოდ რაღაც ტვინის მოგონილი ილუზია, ვცდილობ სხვა რამეზე გადავერთო. ბედნიერების საიდუმლო სიმშვიდეშია და მაინტერესებს ჩემი მსმენელი რამდენად ეთანხმება ამას. და ასევე მაინტერესებს რა არის თქვენთვის ბედნიერება, თუ ასოცირდება ის შინაგან სიმშვიდესთან, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარები და შემდეგ ვიდეოში მინდა ვისაუბრო ბედნიერებაზე და აუცილებლად დამიწერეთ თქვენთვის რამდენად საინტერესოა თემა ბედნიერება, ან იქნებ არსებობს ისეთი თემები, რომელთა გაშლასაც ისურვებდით. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ერთი კომენტარიც, ერთი გულიც კი მნიშვნელოვანია აკადემიის ზრდისთვის. ნუ დაგეზარებათ კომენტარების დაწერა. ადრე მეც ვფიქრობდი, რომ ერთი კომენტარი რა საჭიროა და არ უწერდი ხოლმე კომენტარებს, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ყველა კომენტარი, ყველა გაზიარება, ყველა აქტიურობა გვერდზე არის ის მინიმალური სიკეთე, რომელიც ჩვენ შეგვიძლია სხვა ადამიანებისთვის გავაკეთოთ. ასე რომ, ნუ დაიშურებთ კომენტარებს.